ნიკა ვარდოშვილი, როგორც უკვე გითხარით, ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიონის ხელმძღვანელი იქნება ჩვენი პირველი სტუმარი. ბატონო ნიკა, მოგესალმებით. რა თქმა უნდა, სასიამოვნო ინფორმაციას ვერ მოგვაწოდებთ, მაგრამ კარგი ის არის, რომ ამ მასშტაბურ სტიქიას მსხვერპლი არ მოყოლია. 59 წლის წინ 1977 წელს თელავში მოხდა მსგავსი ტიპის სტიქია, მაშინაც მდინარე თელავის ხევი ადიდდა და მაშინ იყო მსხვერპლი სამწუხაროდ. შეიძლებოდა თუ არა მასშტაბის თავიდან აცილება, ის რაც ვნახეთ ჩვენ და რას უკავშირებთ თქვენ პრაქტიკულად ხიდის წაღებას, ორი ქუჩის განადგურებას, არაერთი ადამიანის პირადი ქონება, საცხოვრებელი სახლები დაიტბორა და შეიძლებოდა თუ არა ამ ყველაფრის თავიდან აცილება, იმიტომ რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სტიქია იმდენად მასშტაბურია, რომელიც ყველგან ხდება და მას თავიდან ვერ ავიცილებდით. შუადღემშვიდობისათია მივესალმებით ტელემაყურებელს. გამარჯობა ბატონო. პირველ რიგში გეტყვით, რომ თქვენ პარალელი გაავლეთ მაშინდელ სტიქიასთან, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს მოხდა და მაშინაც და ახლაც ღმერთმა გვიხსნა, არც მაშინ არ იყო მსხვერპლი საბედნიეროდ და ღმერთი გვიფარავს და ღმერთმა დაგვიფაროს ყოველთვის ხელისუფლებისგან. ინტერნეტში მსხვერპლი ეწერა სამწუხაროდ და ალბათ შესაძლებელია. კარგია, რომ არც მაშინ არ იყო მსხვერპლი. კი, უпрост თაობისგან მახსოვს, რომ იმდენად დიდი იყო ზარალი, რომ მაშინ პრემიაშიც კი აჩვენეს თელავი. სწორედ აი ამის შემდეგ მე ბუნებრივად ვერ მემახსოვრება, თორემ ასეთ შეცდომას არ დავუშვებთ. ჩემი ვალი იყო, მე თქვა ეს ბოდიშს გიხდით თუ რამე, ესე არ გავიგე. პირიქით მე ვიხდი ბოდიშს. მე ვიხდი ბოდიშს პირიქით. მაშინ სტიქიამ რომ ასეთი რაღაც მოახდინა, აი ამიტომ მე გახდით 2014-2017 წლებში თელავის საკრებულოს დეპუტატი და ვითხოვდი წლების განმავლობაში აი ამ დამბების გაწმენდას და სწორედ აი ეს ძველი ვიდეო დავდე და უთხარი ჩემ თანაქალაქელებს, რომ აი მაშინ მე რომ ეს არ მომეთხოვა, წარმოგიდგენიათ და რომ არ გაეწმინდათ, რა შედეგი გვექნებოდა და რა მსხვერპლით დამთავრდებოდა. რაც შეეხება აი ამ უბედურებას და დღეს რომ ქართულ ოცნებას რომ უნდა რომ ყველაფერი ბუნებრივ მოვლენებს, მეტეოროლოგიურ პირობებს დააბრალოს, ეს ასე არ არის. კი, სტიქიისგან არავინ არ არის დაზღვეული, არც ერთი სახელმწიფო ამ პლანეტაზე, მაგრამ აქ არის იმაზე საუბარი, რომ შენ მთელი ცხოვრების განმავლობაში გონიერი ადამიანი და გონიერი ხელისუფლება როგორ უნდა ემზადებოდეს სტიქიისთვის. წეგან გითხარით, რომ 2012-2017 წლებში მაშინაც ვმუშაობდით გენერალურ გეგმაზე ქალაქის განაშენიანების და დღემდე არ არსებობს ეს გენერალური გეგმა. რატომ არ არსებობს? ამის მიხედვით ძალიან იოლია, რომ ამ შემთხვევაში მე ის მრავალსართულიანი კორპუსები და უკანონო მშენებლობები ვეღარ მოხდება. აი სწორედ აი ამ მუშაობის დროს ჩვენთან ქალაქში იყვნენ თბილისიდან ჩამოსული სპეციალისტები, საკმაოდ კომპეტენტური სხვათა შორის და გვირჩიეს ჩვენ, რომ აი ეს თელავის ხევის კალაპოტი, რაც არის ახლა არსებული, არ ვიცი შეიცვალა რაღაცა ბუნებრივი პირობები, ეთქობა მე სიღრმეებში არ შევალა არავინ ამის დარგის სპეციალისტი. გაგვაფრთხილეს, რომ ეს თელავის ხევი უნდა გაფართოვებულიყო, მაგრამ რა უძღოდა ამას წინ? აი დღეს მე რა ვიდეოს დავდე თელავის ხევზე. 2012 წელს დააწყდა მეთქი მთავარი სტიქია 1 ოქტომბერს აი ამ ქვეყანას და მათ შორის აი ამ ქალაქსაც. ქართულმა ოცნებამ მოსვლისთანავე თელავის ხევს, რომელსაც აქვს მდინარის სტატუსი, ნაპირი გაყიდა და იქ ააშენა კომერციული ფართები. თქვენ ალბათ გახსოვთ მაშინდელი ხელისუფლება აი გააშარჯეს კიდევაც სიგრძეში განსხვავებით ბატონო ნიკა, ზუზუმბოს კორპუსები, რესტორანი ზოდიაქო, ალაზნის გამზირის ახლად აშენებული კორპუსებს ჩამოიტანსო, წერენ მოქალაქეები. კონკრეტულად რა ლოკაციებზეა საუბარი, შეგიძლიათ? გესაუბრებით ქალაქის ცენტრში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ მდინარეზე არის აშენებული კომერციული ფართები. წუხელ მაგაშიც ღმერთმა დაგვიფარა, იქ რომ რაიმე ხე გაჭედილიყო, ან რაღაცა უფრო მეტი მომხდარიყო, წარმოიდგინეთ ეს მივეცი უკვე ეთერში კი იყო, ანუ მაგას გულისხმობთ ახლა თქვენ, რომ იქ რომ ქვაღორღი დაგროვილიყო, მსხვერპლი გაცილებით ზარალი გაცილებით დიდი იქნება. მსხვერპლი იქნებოდა დიდი და ძალიან დიდი ტალღა დაარწავდა ქალაქს და აი იმაზე გეუბნებით სწორედ აი კადრები რომ გავხსენდა, ძირი რო აქვს გამოთხრილი და ეხლა პოლიცია რო ყარაულობს, რომ ვინმეს არ დაინგროს შენობა. ეს პოლიცია
რომ მართლა სამართალი იყოს ამ ქვეყანაში, აი იმ ადამიანებს უნდა ყარაულობდეს ეხლა და ეტაპით გადაყავდეს, ვინც თავის დროზე ეს გაყიდა და ამხელა საფრთხის წინაშე დააყენა ქალაქი. ეს უკანონო მშენებლობა არის თუ გაცეს ამ მშენებლობის ნებართვა სპეციალისტებმა, ბატონ ნიკა? რადგან საკრებულოში ბრძანდებოდით კეთებდით. შეუძლია აი ყოფილი პროკურორია დღევანდელი ქალაქის მერი და გამოითხოვოს მასალები და იქ პირდაპირ იკვეთება კონკრეტული ადამიანების ბრალეულობა. ეს მშენებლობები ბოლო წლებში განხორციელდა თუ მანამდეც იყო? 2012-ში ვიმეორებ, აქ იყო ვიღაცები მივარდებოდნენ ამას, ნაცებს აბრალებდნენ, ნაცებს თავისი ცოდვები ეყოფა, ნაცების დროსაც მე ოპოზიციაში ვიყავ, მაგრამ ეს კიდევ ვიმეორებ, თუ არ ჯერათ შემიძლია დოკუმენტებით დავდასტურო. მოხდა 2012 წლის დეკემბრის თვეში, თუ არ ვცდები. გაიყიდა ეს რაღაცა 4-ლოტად თუ როგორც არის, გამოიტანეს აუქციონზე, რომლის გაყიდვაც არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ დინარის ნაპირი და კიდევ ვიმეორებ, აი ამ ხელს აქვს დინარის სტატუსი, არის ვარცოფული მდინარე. წარსულში გვაქვს ამის გამოცდილება, რომ ადიდება და სტიქია ხდება. არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ იქ თავის დროზე მშენებლობა რომ საჭირო ყოფილიყო და გამართლებული ყოფილიყო. იგივე კომუნისტები ააშენებდნენ რაღაც ობიექტებს, ხო შემდგომი ხელისუფლებები ააშენებდნენ. ანუ ბატონ ნიკა, თქვენ რომ არის კადრა ეს, რაც არის კადრა, არავინ იკადრა ქართულმა ოცნებამ და შედეგს დღეს ვიმკით. ანუ თქვენი ინფორმაციით არსებობს ოფიციალური დოკუმენტი ან ექსპერტის რეკომენდაცია, რომ ამ ტერიტორიაზე, სადაც ახლა მშენებლობები დასრულებულია და კომერციული ფართებია, როგორც თქვენ ამბობთ, არ შეიძლებოდა არაფრის აშენება, რომ დინარეს ქონოდა თავისი კალაპოტიში, თავისუფალი მიმოქცევის შესაძლებლობა. ეს შენობები უკვე 10 წლეულია იქ დგას, რა თქმა უნდა. ააშენეს და მე იყიდეს ადამიანებმა, ზოგმა გაყიდა, ზოგს სხვა მფლობელი ყავდა. იქ არის კვების ობიექტები, ტანსაცმლის მაღაზიები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომ არ აშენებულიყო. ეს შენობები რომ არ აშენებულიყო, არ გადმოვიდოდა ეს მდინარე კალაპოტიდან? მე გეუბნებით რომ აი იქ რომ წუხელ რამე გაჭედილიყო, გადმოსვლას აღარავინ აღარ ციოდა და თქვენ ნახეთ კადრები იქ პირდაპირ წარმოიდგინეთ რაღაც რომ მომხდარიყო სიტყვაზე დაშავებულები სად უნდა მიაყვანა სასწრაფო სამაშველო ბრიგადებს. რა თქმა უნდა საავადმყოფოებში და ავერსის კლინიკა და თელავის რეფერალური ჰოსპიტალი, რომელიც გვერდ-გვერდზეა, არის დაყრბორილი და აი არის იმ ხრეშის მასა და ის უბედურება. თქვენ წარმოგიდგენიათ რომ დაშავებულს რომ გადაიყვანდა სასწრაფო და იმ მიკრორაიონში შევიდოდა მსხვერპლი რიცხვი როგორი გვექნებოდა და რა უბედურებასთან გვექნებოდა შემთხვევა. სხვათა შორის აი ეს თელავის ხევი ბოლომდე არც იყო გაწმენდილი და აი ამ მაგის აი ეგ მინდოდა მეკითხა. თუ გაქვთ ინფორმაცია, საერთოდ ბოლო წლებში ჩატარდა თუ არა კალაპოტის გამაგრება ან გაწმენდითი სამუშაოები? ბოლო წლებში კიდევ ვიმეორებ, როდესაც ლეიბორისტულმა პარტიამ მოითხოვა, რომ ის დამბები, რომლებიც არის თელავის თავში, თუ არ ჯერათ რომ ეს მე მოვითხოვე, აი ჩემ Facebook-ზე და ის მაშინდელი კადრები. იმის შემდეგ გაიწმინდა დამბები, მაგრამ საქმე ბოლომდე არ მივიდა. ბოლომდე რომ მისულიყო საქმე თელავის აი ალაზნის გამზირის მინდებარეთ და კავკასიონის ქვემოდან ხევი უნდა გაწმენდილიყო. იქ ძალიან დიდი ხეები იყო გაზრდილი და გამტარუნარიანობას აფერხებდა, მაგრამ ამაზე ვინც უნდა იფიქროს, უნდა იყოს ამ საქმის პროფესიონალი. აქ იყო წინა მერზე ლაპარაკი, რომელიც აი პირდაპირ ვიძახი კორუფციაში იყო თავიდან ბოლომდე ჩაფლული, მაგრამ ამაზე არავინ არასდროს ფულს არ გვათხოვებდა ჩვენ. აი ეხლანდელი მერი, ეს იყო ბატონი ლევან ანდრიაშვილი? ბატონო ლევან ანდრიაშვილი ყოფილი მერი. კი, ლევან ანდრიაშვილზე გელაპარაკებით და გელაპარაკებით კიდე ახლანდელ მერზე, ვაჟა მაღრაძე. კი ბატონო, ყოფილი პროკურორი, რომელიც მთელი ცხოვრება ერკვეოდა იურიდიულ საკითხებში, კაზუსებში და ეხლა ამას უნდა რომ ერთ წელიწადში წყალში და კანალიზაციაში გაერკვეს და არ გამოდის მეგობრებო ასე და აი დღეს ვხედავთ ხო დამდგარ შედეგს უკვე. ეხლა ვიღაცა შემედავება რომ კი სტიქია მოხდა. აი დაელოდეთ თქვენ ეხლა აი ამ სტიქიის შედეგები როგორ აღმოიფრება. ისევ წავა ტენდერები, ისევ წავა განუკითხაობა, ისევ წავა ფულის მოპარვა. და აი ეს მანამდე გაგრძელდება ძვირფასო თანაქალაქელებო. სანამ მარტო მე და ჩემნაირებს გვაყირებთ და თქვენ წყალი გაქვთ პირში ჩაგუბებული. აი ახლა თქვენ როგორც პოლიტიკური პარტიის კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
რა გამოსავალს ხედავთ ამ არსებული მდგომარეობიდან? უბედურება უკვე მოხდა, კარგია რომ მსხვერპლი არ არის, მაგრამ ზოგიერთ ადამიანს ალბათ ისეთი ზარალი მიადგა, საიდანაც ამოსვლაში ხელისუფლება არ დაეხმარება. იცით თქვენ ეს ძალიან კარგად, მით უმეტეს ამდენი წელია ცხოვრობთ თელავში. გამოსავალი რა შეიძლება იყოს? ჯერჯერობით მიმდინარეობს, როგორც მოვისმინეთ, სალიკვიდაციო სამუშაოები თელავის ნახევარზე მეც არ მიეწოდება არც გაზი, არც ელექტროენერგია მთელს თელავს თუ არა. ხიდები დაანგრეულია, ორი გამზირი განადგურებულია. თქვენ ამბობთ, რომ შეიძლება ისევ კორუფციული სქემა ამოქმედდეს და ამის კლასიკური ხაზი განვითარდეს, მაგრამ თვითონ თელავს ამ შემთხვევაში რა შეიძლება ეშველოს? გამოსავალი რა არის და რა არის ახლა მთავარი პრობლემა თელავისთვის? აი ახლა სანამ ამ კითხვას მისვავდით, ჩემ თავში უკვე ის ადამიანები გამოჩნდნენ, აი ვინც ახლა გავიფიქრე რომ აი წუხანდელი სტიქია რომ მოხდა, რა ბედნიერები იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც აი ამ ტენდერებს ტრადიციულად დაასხდებიან ხოლმე, ვიღაცისთვის უბედურება მოხდა და ვიღაცამ ახლა მილიონები უნდა იშოვოს. რაც შეიძლება თქვენ კითხვას გამოსავალი რა არის, ახლა მე არ დავიწყებ დეტალებზე საუბარს, ამ ქვეყანაში არსებობს ორი გამოსავალი თავდადონებია. ან ჩვენი წასვლა ამ ქვეყნიდან მოქალაქეების, ან ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის გაშვება პოლიტიკურ მოუსავლეთში. მე სხვა გამოსავალს აქ ვერ ვხედავ. გასაგებია. ბატონიკა, თქვენ როგორც თელაველს ახლა მოგეწოდებათ ელექტროენერგია? თუ როგორ გვერთვებით პირდაპირ ეთერში? კი, ჩემ მე სადაც ცხოვრობ იმ უბანში საბედნიეროდ არ იყო ალბათ, თუმცა პირველ რიგში ჩემ დაგასაოცრად აქ ხდება ხოლმე, იმიტომ რომ თელავის თავია და დღესთან ახლოს ვცხოვრობ. გასაგებია. მშვიდობას გისურვებთ და მალე ამ პრობლემების აღმოფხრას ნიკა ვარდაშვილი, ლეიბორისტული პარტიის წევრი, თელავის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე და საკრებულოს ყოფილი წევრი თელავში იყო ჩვენი პირველი სტუმარი.